იღებენ თუ არა კახეთის სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეები კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას რეგიონის კლინიკებში პაციენტების მომსახურების ხარისხი ჯანდაცვის მინისტრმა შეამოწმა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა პაციენტები მოინახულა და იქ დასაქმებულ მედპერსონალს გაესაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაზღვეულთათვის გამარტივებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევაა. მინისტრმა კახეთის სამედიცინო ცენტრებში სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეთა მიმართვენობის შესახებაც ინფორმაცია გადაამოწმა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, გაუგებრობის შემთხვევაში დაზღვეულებს მომსახურებას კლინიკაში მოუწევენ. ხო, კარგად ახარ. გაიხარეთ. მეც კარგად გავ. 1 სექტემბერს მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად არის, რა თქვენ ჭირი. და რაც თავარია, სადაზღვევო კომპანია დაფაროს. 31 აგვისტოს რო მოსულიყავით აქ. ან თქვენ მოგიწევდათ მე ამ ფულის გადახდა. ან და მიგემართათ გამგეობისთვის, ან მე ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ეხლა 1 სექტემბერს რომ მოხდა, სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ჩვეულებრივ. 1 სექტემბრიდან რაც დაიწყო ახალი პოლიციის მომსახურება, რა თქმა უნდა, ჩვენს კლინიკაში მოიმართა და ჩვენ მობილიზებულები ვართ იმანაირად, რომ არ შეექმნათ პრობლემები თითოეულ პაციენტს. ძალიან კმაყოფილი ვართ. კარგი მომსახურება, ბავშვს დაზღვევა აქვს, სარგებლობთ დაზღვევით და კმაყოფილები ვართ ძალიან.